მეგრელიშვილი, რომელიც ხალხის ძალის აპარატის თანამშრომელიც არის, ანუკი ჩრდილელის დაკავების საქმეს გამოეხმაურა სოციალურ ქსელში. მან ანუკი ჩრდილელის ახალგაზრდა აქტივისტის პირადი ინფორმაცია გაასაჯაროვა, ისე რომ ბუნებრივია ამის უფლება მას არ ჰქონია თავად დაკავებული აქტივისტისგან და მაშინ, როდესაც ჩვენ კითხვა დავუსვით დღეს მას პარლამენტში გამოჩენისას, ჰქონდა თუ არა ნებართვა მამისგან, ოთარ ჩრდილელისგან, რომ ასეთი ტიპის პირადი ინფორმაცია მას საჯარო სივრცეში გამოექვეყნებინა, ის პირველების კითხვებს გაექცა. თამთა მეგრელიშვილი დღეს არც ერთ ჩვენს მიერ დასმულ კითხვაზე პასუხს არ გვცემს. კამერებთან ამ დრომდე არ გამოჩენილა ოთარ ჩრდილელი, რომელიც კალაძის გუნდის წევრია და საკრებულოში არის მე-10 ნომერი კანდიდატი. შესაბამისად, კითხვები იმასთან დაკავშირებით, რატომ დაიწყეს ანუკი ჩრდილელის დისკრედიტაცია, ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ისევ უპასუხოდ რჩება. არანაირ კომენტარს მე თქვენთან არ თანამშრომლობ. ხო, მაგრამ სენსიტიური ინფორმაცია გაავრცელეთ მოქალაქეზე და გქონდათ ამის უფლება? იურისტი ხართ ყველაფერთან ერთად. ოთარ ჩრდილელს მაინც შეუთანხმეთ ეს პოსტი? ანუკი ჩრდილელი ამ დრომდე ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება. ის ელოდება, როდის გადაიყვანენ სასამართლოში და როდის იმსჯელებს მოსამართლე მისი ადმინისტრაციული სამართალდაარღვევის საქმეზე. ანუკი ჩრდილელს ხელბორკილები გუშინ დღეს მეორე ნახევარში რუსთაველის გამზირზე მაშინ დაადეს, როდესაც პოლიციამ დაიწყო მასშტაბური ოპერაცია საპროტესტო აქციაზე მყოფი ახალგაზრდების დაკავების და მათ შორის ერთ-ერთი აღმოჩნდა ანუკი ჩრდილელი, რომელიც მოგვიანებით გაირკვა, რომ არის პროევროპული აქციების ძალიან აქტიური მონაწილე და ამავდროულად მისი მამა არის ქართული ოცნების წევრი და კალაძის გუნდში ირიცხება. ანუკი ჩრდილელმა საერთოდ არ იცოდა რა ბრალდებით დაადეს მას ხელბორკილები, მისთვის არანაირი განმარტება, როგორც ირკვევა, პოლიციელებს ადგილზე არ გაუკეთებიათ. მოგვიანებით კი, როდესაც კომისიის ინტერესების დამცველი ადვოკატი შევიდა ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში, სწორედ მისგან გაიგო ანუკი ჩრდილელმა, რომ მას შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის კანონიერი მოთხოვისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ჩემს მისვლამდე ანუკი არ იცოდა რისთვის იყო დაკავებული და რატო იყო. მას ედავებიან პოლიციის წინააღმდეგობის გაწევას. ანუკი ამ ეტაპისთვის იმზადება ბრძოლისთვის, თავს გსვამს კარგად. ნახა იქ მოხდა მისი შემოწმება და ველოდებით სასამართლოს ხდომის ჩანიშვნას, იმიტომ რომ არანაირი მტკიცებულება არ აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ პოლიციელებმა არ მოიტყვეს პროცესზე და არ თქვეს ტყუილები, არანაირი საფუძველი არ იყო ანუკის დაკავების და მას რომ რაიმე შეერაცხოს ადმინისტრაციულ სამართალდაარღვევის ბრალად, ნამდვილად არანაირი საფუძველი არ არის. რუსთაველის გამზირზე გუშინ ჯამში 23 ადამიანს დაადეს ხელბორკილები. ისინი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა იზოლატორებში არიან მოთავსებული. ყველა მათგანი ელოდება, როდის ჩაინიშნება სასამართლო პროცესები და გაირკვევა მათ გაუშვებენ თუ არა 60 დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობაში თუ მათ წინააღმდეგ გამოიყენებენ რამდენიმე 1000 ლარიან ჯარიმას.